საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეხლა მონიშნული მყავს ერმილე ნემსაძე, უნდა ჩავრთო ემიგრაციიდან, ვიუა ეხლა მოწვევა, გაგვინახავს იმედია. დაველოდოთ ერმილეს. ცოტა ჭირს ხოლმე შემოყვანა, მაგრამ ბევრჯერ შემოვიდე ერმილე უკვე იცის და მე მგონი რომ არ გაგვირთულდება. ერმილე უკვე უყურებსო ჩანს. ეხლა დამატებას ვაჭერ და ჩაითვალე. გამოსახულება არ ჩანს ერმილე. ხმა ისმის მგონი, აბა დაილაპარაკეთ. აბა კიდევ აგზავნი ერმილე. მოგესალმებით ბატონ დავით. გაიხარეთ, მოგესალმებით. მე ვერ ხედავ, თუ ხალხი ხედავს, აბა თუ ხედავთ დაწერ. მეც ვერ ხედავთ ეს სამწუხაროდ. აბა ვინმემ დაგვიწეროს, არ გახვიდეთ. შავი ფონი არის, ავი თავარი აუდიტორია გხედავდეს და. ხო და ვინმემ დაგვიწეროს, აბა კომენტარი თუ ხედავენ. ხედავთ მეგობრებო ორივეს? მე ერმილეს ვერ ხედავ, ჩემ თავს ხედავ, მაგრამ ერმილეს ვერ ხედავ. თუ კი გესმით მეგობრებო, ჩვენი ხმა დაგვიდასტურეთ. აჰა, ხედავთ თუ. ხედავთ თუ კი. მოკლედ ქრისტიანსგა მეგობრებო, ჭეშმარიტად. გილოცავ ერმილე, ულოცავ თელს ემიგრაციას, ულოცავ ასევე ჩვენს საქართველოში, ჩვენს ქართველ ხალხს. ძალიან მინდოდა ეხლა თქვენი ჩართვა. ძირითადად მინდა ვისაუბროთ ერმილე ქართველთა გაერთიანებაზე და იმ პრობლემებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს. იცით რომ ყველა მიმართულებით უმძიმესი მდგომარეობაა ქვეყანაში.
და ჩვენ გუშინაც გქონდა საუბარი და საერთოდ საზოგადოების მოთხოვნაც არის, თუ ყველა გვეუბნება, რომ ქართველთა გაერთიანებას ემიგრაციაში სათავეში ჩაუდგეს ერმილე ნემსაძეო და მე მივესალმები, ძალიან მიყვარხარ და დაწუნებული ვარ და ყველას უყვარხარ და ასევე მხოლოდ სიყვარულზე არ არის ლაპარაკი, ვიცი რომ გაუტეხელი ეროვნული კაცი ხარ და უანგაროდ გიყვარს შენი სამშობლო და გაუყიდავი ადამიანი ხარ, ამიტომ ვიცი რომ ასევე დაძაბული ცხოვრება გაქვს და კიდევაც რამდენადაც შევძლებ აი დრო როგორ მექნება, მაგრამ მოგეხმარებიან ემიგრაციაში დაავალებ და მთავარია რომ უხელმძღვანელო, გესმით? ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე პირადად ჩემი მეგობრებთან ერთად, ქართველთა გაერთიანების წევრებთან ერთად მე მქონდა ამაზე საუბარი და მოხარული ვიქნები ჩვენ გაერთიანების ეს ინიციატორები თუ თქვენ ამ გაერთიანებას ჩაუდგებით სათავეში ემიგრაციაში. აი თქვენ რა სიტყვით ახლა გისმენთ. ჭეშმარიტად ბატონო დავით, პირველ რიგში მრავალს დაესწარით. სრულიად სამართლმადიდებლო, სრულიად მორწმუნე ადამიანებს კიდევ ერთხელ მიულოცავ აღდგომიდან ამაღლებამდე. ნამდვილად ქართველები ასე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ქრისტიანსკა ჭეშმარიტად და თუკი დღევანდელი საქართველოს რეალობაში მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა არის დარჩენილი, დღესაც ასე უნდა ესალმებოდნენ ქართველებს. ამიტომ პირველ რიგში მეც ამ ხრივ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მივიჩნევ და ამ ხრივ დავიცავდი ამ წესს. რაც შეეხება ამბავს, რომ მე უხელმძღვანელო ემიგრაციიდან ქართველთა გაერთიანებას, დავით ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვისაუბრია ადრეც, მე ორივე ხელით თანახმა ვარ იმ სადაც ქართველების ერთობა იქნება, რაიმე წვლილი შევიტანო, როგორი ფორმითაც შემეძლება, რანაირი ფორმითაც შემეძლება, ერთი წუთით არ მაქვს მაგაზე პრობლემა, სხვა მეტი არსი არაფერი არა ყველა ნორმალური ქართველის თუ ქართველთა ერთობა და ეროვნული ერთობა იქნება ჩამოყალიბებული, ამაზე მეტი საუკეთესო საქმეს ვერაფერს ვერ გააკეთებს ადამიანი მისი ცხოვრების მანძილზე და რა თქმა უნდა თანახმა ვარ, მაგრამ უბრალოდ ერთი რაღაცა არის, კარგად იცი შენ და კარგად ახლა საზოგადოებამაც იცით და ჩვენ ერთმანეთის უფრო ვიცით. მე ცოტა ისეთი გადარბიერთი ცხოვრება მაქვს, ხან ერთ ქალაქში, ხან მეორე ქალაქში, ხან ერთ ქვეყანაში, ხან მეორე ქვეყანაში მიწევს და უბრალოდ ორგანიზების საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება ვერ მოახერხო ისე გემრიელად, როგორც არის საჭირო და თუ კი რამეს შევძლებთ, რომ დაორგანიზება მოხდეს ამ ყველაფრის, დიდი სიამოვნებით, თავისთავად მე წინააღმდეგი როგორ ვიქნები, თუ რამეს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის სიამოვნებით. პირიქით, აი ქალაქიდან ქალაქებში რო გადაიხარ, უკეთესაა, ბევრთან გიწევს ურთიერთობები, ეს უკვე ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილი საკითხია და ერმილე ნემსაძემ უნდა უხელმძღვანელოს ამ დიდ მამულიშვილურ იდეას. ეხლა დღეს ჩემო ერმილე ძალიან დათრგუნულია საზოგადოება, ხო უყურებ მე უჩაში ყველგან დავდივარ, მე სულ ფეხით დავდივარ თითქმის და უყურებ ყველას, როგორი მდგომარეობაა. ხო და რაღაცა იმედი ჩაესახა ამ ქართველების გაერთიანების იდეით. იმიტომ კი არა, რომ აქ ვიღაცის იმედი აქვს, რაღაცა ჩვენი ინიციატორებს, ამ 4 კაცს არამც და არამც ესე არ გაიგოს არავინ, მეგობრებო, არავინ არ ვარ, ჩვენ მხოლოდ იდეა შევთავაზეთ და რაღაცას თავიდან საქმე დავძარეთ, მაგრამ ეხლა ჩვენ თანდათან, როგორც ემიგრაციიდან ერმილე ნემსაძე, ასევე რეგიონებიდანაც ჩვენ ყველა რეგიონში საუკეთესო ადამიანებს შევარჩევთ იმ ადამიანებს შემოგვიერთდებიან ისინი და ყველანი ერთად ვიქნებით და ერთად წარმართავთ ამ პროცესს. ისინი უბრალოდ იდეამ გაახარათ ქართველების ერთობამ და თქვენ სახსენეთ ერმილე და გეთანხმებით ჩემი იდეას თავიდან ეს იყო, რომ ამაზე დიდი
იდეა და ამაზე სწორი იდეა ჩემი აზრით არ არსებობს. ტერმა იმუშავა ჩვენს დასაკუთრებულად აგერ 300 წელია და ჩვენ კიდევ ეხლა ვცდილობთ რომ აი ეს რაც მტერმა დაგვიშავა გამოვასწოროთ და შევარიგოთ ქართველობა დავდგეთ ერთად და მრავალი მოძალებული მტრის წინააღმდეგ ერთიანი ძალით აღვდგეთ აი ამ მოძალებულ მტრებს. ესენი გვიტევენ აი თქვენ ხედავთ ეხლა მრავალი ისა რა განშტოებები აქვს ეხლა ზოგი ვაქცინებიდან გვიტევდა რაღაცა ვაქცინებიდან იყო შეტევა ერთი კუთხით ახლა იგეგმება ეს რა ქვია იმას კაცო ციფრული ფული თქვენ ხედავთ ასევე როგორი მოძალება მიგრაციისა ასევე ხედავთ როგორი უმუშევრობაა და ქართველობა გარბის და აბსოლუტურად ისეთი სიტუაციაა რომ მთელი ამ ქართველების ადგილს მიგრანტები იკავებენ და 10,000-ობით მიგრანტი შემოდის ყოველთვიურად. მტერი მრავალწახნაგოვნად გვიტევს. ამიტომ საჭიროა ერთადერთი გამოსავალი არის ქართველთა ერთობა. ხო და რა ვიცი აი მე მინდა ძირითადად შენი საუბრო და მე გისმინო. დავით მე აი ჩვენ არაფერს ახალს არ ვამბობთ არც პარტია არის არც რაიმე კონკრეტული რამე არის ხონებული ზუსტად გამსახურდია ამბობდა რომ ქართველობის შიმშილიო რო დაგეწყებათო მაშინ გაგახსენდებითო ხო აი ესე არის დღეს რისი შიმშილიც არის საქართველოში ქართველობის შიმშილია ყველაზე მეტად ზოგი ევროპელია ზოგი აზიელია ზოგი პრორუსია ზოგი პროთურქია ზოგი ლიბერალია ზოგი კონსერვია ზოგი კონსერვატორია ზოგი ესა ზოგი ისა და ქართველი მართლმადიდებელი საქართველოს შვილი რა ვიცი ქართული ტრადიციებით მაცხოვრებელი ადამიანი უკვე საექსპონატო ადამიანად დარჩა სხვათა შორის აი როდესაც აკვირდები ყველაფერში შეიმჩნეო ეს ახლა ძალიან ცუდი რაღაცა მინდა ვთქვა აი გლოვაც კი დავიწყოთ საქართველოში როგორ შეიძლება ადამიანის დაკრძალვის წესი როგორც იყო ადრე 90-იანებში მithumetis პერიოდში დაუყულ ადამიანებს შავლეგშენი შავი ჩოხათი და ეროვნული დროშით კრძალავდნენ და აი გორში რომ მოხდა ინციდენტი რაც უბედურება როდესაც რუსებთან რუს მესაზღვრეებთან რომ მოუწიათ დაპირისპირება და მოკლეს ეს საწყალი კაცი ადგენდა ევროკავშირის დროშით დაასაფლავეს. აი აღარაფერი აღარ განირჩევა, ეცი აი დიდი ტრაგიკული ამბიდან ლაპარაკობ ამ ყველაფერს გლოვაშიც რო დაავიწყდება ადამიანს ქართველობა, იქ უკვე რაზე არის საუბარი. რაღაცნაირად ეს ახლა ცუდი ამბავი მოხდა ყაზბეგში ამ დღეებში და სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როდესაც ესე მკვლელის გვარის ხალხი მივიდნენ მოკლულის ოჯახთან და მუხლი მოიყარეს და ატიებად ხოვეს აი ამ უბედურების გამო და მთელი სოციალური ქსელი დაატრიალებს ამ ყველაფერს რომ გამიხარდა რომ იცი ამ ჭირიდან გამომდინარე სადღაც დარჩენილა საქართველო თქვა რა ესეთი ფიქრი გამიჩნდა რა. მოდი სიმართლე ვთქვათ, რომ ჩვენ აი ესეთ ქართველობას ვეძებთ და ჩვენ ესეთ ქართველობას თავაზობთ გაერთიანებას და არა ისეთ ქართველებს, რომლებსაც ან პარლამენტში ჯდომა უნდა, ან ფული შოვნა უნდა, ან ბიზნესი უნდა, ან პირადი რაღაც ამბიციები აქვს და თუ ვინმე არის უბრალოდ რიგითი ქართველი, ვისაც ქვეყნის წამის გაკეთება უნდა, ყველას კარი ღია არის და მე პირადად არანაირი სურვილი არ მაქვს არც პარტიების და არც არჩევნების და არც მსგავსი რაღაცეების და ქართველების რასაც ქვია ქართველების ერთობა თუ შედგება რა ვიცი რამდენიც დავრჩენილ ვართ იმდენი დავრჩენილ ვართ რადგან ახლა ამ გაერთიანებაში ნამდვილად არ არიან ის ადამიანები რომელ ადამიანებზე შეიძლება ვინმე თქვას რომ
ხალხს ეს შეპირდა, მოატყუა, იმ თავრობაში იყო, ამ თავრობაში იყო, ეს იშოვა, ის იშოვა, ეს ბიზნესი აქვს, ის ბიზნესი აქვს. თვითონ გაერთიანების არსიც ზუსტად ის არის, რომ გაერთიანება არ არის ორიენტირებული რაიმე კონკრეტულ პარტიაზე ან პარტიულ ცხოვრებაზე არის იმ თავარ პრობლემაზე, რასაც დაგსაქსვა ქვია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოსი და რა ვიცი ახლა თუ გამოგვივა ქართველებს ერთად დგომა 1% ქართველები მაინც რო დავდგეთ ერთად რასაც ქვია იდეალების ირგვლივ რა ვიცი 35000 ქართველი მეტი კი არ სწავდა დიდგორზე აღმაშენებელ სიმართლე რო ვთქვა დიდგორის მოსაგებად რა ვიცი აბა ამიტომ ჩემი მხრიდან ჩემი წვლილი რა შემეძლება აუცილებლად შევიტან ამ ყველაფერს დანარჩენზე დაორგანიზდები ეხლა ერთმა ხუმრობით ასხა ეხლა მართლაც რა ახლა აქ ვინმეს არ ეგონოს რომ აქ რაღაცა თანამდებობებისთვის იმის ვიღაცა და ამ თანამდებობები რიგდება არა მეგობრებო ეს არის დიდი საბრძოლელი გვაქვს ძალიან ერთმა ისიც კითხვა რომ ამაზე კარგიო რა უნდა გააკეთოთო გიორგი ცხინვალეს მერეო საქართველოს აღარ გაუერთიანებია არავის ბოლომდე გაერთიანებაზე საუბარი მე ერთი რაღაც მინდა ეხლა გითხრათ ერმილე ეგან 1 საათის წინ კიდევ დაუკავშირდი საჯარო იუსტიციის სახლს ახლა მე ამ დოკუმენტს გაჩვენებ იცით თქვენ რომ ფონდს ვაკეთებ ჩვენ ეს სამ გაერთიანების ფონდს 3 აპრილს გავაკეთეთ განაცხადი შემდეგ დაგვიხარვეს ეს ამაზე გქონდა მე საუბარი გამოვასწორეთ მე 7-ში უკვე ეს გასწორებული იყო 7-ის შემდეგ აი ბოლოს არ მქონდა ახლა გახორციელებული მე 6-ით დავრეკე უკვე 1 საათის წინ საათნახევრის წინ არ დავასახელებ ახლა ის ვარჯაშახას რა აზრი აქვს ოპერატორის ესე იგი ვერავინ პასუხს ვერ გცემს კაცი გაუგნებული იყო ასეთი რამეო არ ხდება ხოლმეო ჩვენთან და მიზეზი რა არის რატომ ვერ გცემთ პასუხს როდის უნდა იყოს საბუთი სრულყოფილი ნუ ფონდი და ეს რა ქვია არც გვირეკავენ არც აკეთებენ არც პასუხს წერენ და ვართ გაუგებრობაში ზოგადად ასეთი რამეო არ ხდებაო ამ პიროვნებამ თვითონ აი იუსტიციის სახლიდან ოპერატორი გვეუბნება ვის აი ამ საკითხებში გარკვეულია მე მქონდა სხვასთანაც საუბარი რა თქმა უნდა ახლა მას ვერ დავასახელებ ერთ-ერთი ძალიან სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობს აი ამ სისტემაში და მან მითხრა პირდაპირ რომ ჩათვალეთო რომ აი აქო უკვე სუსი მუშაობს ანუ ფიქრობენ და როდემდე უნდა იფიქრონ არ ვიცი პასუხს ვერ გვაძლევენ ეს არის უკვე უხეში დარღვევა წეგან ოპერატორმა მითხრა რომ შეგიძლიათო საჩივარი დაწეროთ ხო და რა არის იცი აი ესეთ რაღაცაზე რომ საჩივრები დაგჭირდება ეხლა წარმოიდგინეთ რა ფონდის დაარსება გვინდა და საჩივრები გვიწევს გესმით აი რატომ უნდა დაგჭირდეს თუ სამართლიანი ქვეყანა აი ქართულ ოცნებას მიმართავ თუ სამართლიანი ქვეყანაა და თუ ესე ყველაფერი დაწყობილი გაქვთ რომ გამოდიხართ და ლამაზად საუბრობთ იმაში კაცო რატო უნდა დაგჭირდეს საჩივრის დაწერა ხო ყველაფერი სწორად დავწერეთ და ყველაფერი ჩაბარებულია ხო რეგისტრირებულია აი ეს რაღაცა ერთი რიტუალი აკლია ბატონო დავით მაგ ყველაფერს იმიტომ რომ ჩაბარების მომენტში ეთყობა ლოცვა არ ჩაგვიტარებია და არ ჩაგიტარებია თქო საერთოდ შორსავარ ამ ამბებიდან ახლა ფიზიკურათაც და მადლობა ბატონო ბიძინა უნდა დაგეწერათ ალბათ ბოლოში განცხადებაზე და ყველაფერი იქნებოდა კარგად ღმერთმა დაგლოცოს და მსგავსი რაღაცეები რა თუნდა ამ ყველაფერს ლაპარაკი ამათვის თავარი არის თავისიანი იყო რა სახელიც გინდა ის დაირქვი თავარია ამ სისტემის წევრი იყო და როგორც უნდათ ისე გამოგიყენებენ და ძალას რომელსაც ხედავენ რომ ვერ გამოიყენებენ მათ ჭუაზე და
იქ ისეთი ხალხი შეიძლება იყოს, რომელიც არც ნაცია და არც კუცია და ქართველობაზე ლაპარაკობს და რა ვიცი, ეროვნულობაზე და ზვიადზე და მერაბზე, რაში ჭირდებათ ახლა ბიძინას უშიშროებას, მაგიდა რაში ჭირდება გინდათ კობახიძის უშიშროება. შენ არ უნდა დაარღვიო კანონი და ამათ კაცო რამდენჯერ დღეში თუ გინდა 10 ჯერ დაგირღვიო კანონი, გესმით? ბატონო დავით, რაც არ უნდა მიხსნას მე ვინმე რამდენი მეუბნება ამის წინებზე ერთი მწერდა რომ ამიხსნას ვინმე როგორ შეიძლება საფრანგეთში დაიჭირო ვინმე აუსტერლიცის აღნიშნვის გამო, რუსეთში დაიჭირო ვინმე ბოროდინოს ბრძოლის გამო. როგორ შეიძლება ახლა ყველა ერთს აქვს რაღაცა დიდი გამარჯვებები თავიანთი არსებობის მანძილზე. არ ხდება ესეთი რაღაც არსად, ხო? როგორ შეიძლება საქართველოში ქართველი ადამიანი დაიჭირო დიდგორის აღნიშვნის გამო? ფაქტია, ადამიანი რომელიც დავიჭირეს და კიდე მოაყოლეს შემდეგ ამ ყველაფერს. როგორ შეიძლება იგივეს ვეუბნები აქაც პოლიტიკურ გასაუბრებაზე ფრანგებს უთხარი რომ ელემენტარულ კითხვას გისვამთ მეთქი რომ შესაძლებელია მეთქი რომ თქვენ გამოხვიდეთ რომელიმე და თქვათ რომ ნოტრ-დამ დე პარი ანუ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ეს საფრანგეთია და არა ინგლისი და ამის გამო ვინმე თქვენ შეიძლება არ გიძრათ სისხლისამართლის საქმე? არა, ხა როგორ შეიძლება თქვათ ვინმე გამოვიდეს და თქვას რომ რომის კოლიზეუმი იტალიაა და ამის გამო ჰქონდეს აღძრული სისხლისამართლის საქმე. ხო, იგივე ბერძენი გამოვიდეს და თქვას აკროპოლისი გაცრავად საბერძნეთია და ამის გამო ჰქონდეს პრობლემები საბერძნეთში და ამის გამო იჭერდნენ. მე ვარ